ნინო, ტარხუნის პეროგი გამოვაცხოთ, ნინო. გვაქვს მაგის თადარიგი უკვე ჩვენ დაჭერილი. რა კაია. სომი მოვზილე, ზურიკო. არცეთ დროს არ არის ტარხუნის პეროგი ისე გემრიელი როგორც ახლა, იმიტომ ნახე რა ფერი ტარხუნა. ხო, ტარხუნა ხო მერეცაა საგვიანოს, მაგრამ აი ძალიან გემრიელი. იმიტომ რომ კაია ახლა. ზარღვიანია. ახლა სეზონია, კვერცხის სეზონია. ნახე რა მის სილამაზე და რა კაი კვერცხებია პატარ-პატარა. მაგას დავათართქალებ ახლა ყველას. დაათართქალებ. იუნერად აკეთებენ ზურა. ო, რა ფერც უნდა იმფერად გავაკეთო. ხო, ზოგი პირდაპირ ღვაწლებში და გაფუებულ ცომში და აცხობენ, მაგრამ აი ეხლა ჩვენ გამოვაცხოთ კლასიკური რაც არის, ტარხუნის პეროგი. ჩვენ არც ბრინჯს არ დაუმატებთ, ზოგი ბრინჯს უმატებთ. მარტო მოხარშული კვერცხით და ამ სეზონის მწვანილები, ახალი მწვანე ხახვი, ტარხუნა ფლომად და ცოტა ქინცაც უშვები. შენ რატო არ იმჩნევ თავზე რა გადგას ჩემს კაბინეტში რა გიშდი ამაზე. შეხედე რა მისი ლაბა. 3 დღის წინ აქ არაფერი იყო, დღეს რომ მოვედი და 10 წლის წინ დარგულები მაქვს, იგენი არ აყვევულა. აგი შარშან დავრგე და ნახე რა. რისი ბრალია? ვერ გევიგე, ვერ თავი და ბოლო ვერ გუგე. ზურა, სუნი როგორი იდგას? მე ვეძებდი, მე თქვი, ისი სუნი მოდის ასეთი თქო. არა ჩვენ აწოწილა ნამეტარი, მაგრამ ახლა მაგას გამოვარჩევ და დაგიჭრი კარგად. შენ მაგი და ნახე რა კაი. ზოგის სურჩევნია მოთუშოს ეგა. მაგრამ ეს ნედლი ჩავდოთ და მაინც გამოცხება კარგად. ჭინტებს აგირჩევთ? ხო, ჭინტები ამირჩი. გენაცვალეს. მაგ ცომში რა აქო რა თქვი? ამას ცომი ცალკე იზილება საფუარით. კვერცხი უნდა 1 ცალი, არაქი და 3-4 კოვზი ზეთი. და აუცილებელია ამისთვის მაცივარში გაჩერება. მიყვარსა. ბევრი გული უქნათ. კი. რა კაი ყვითელია ნახე. სოფლის დროა იმიტომ. რა კაია. ბევრი გული და ცოტა ცომი. ცოტა უქნათ ცომი. კი, ეგ მე ხომ გამოცხება? ირიქით ცომი ხელად გამოცხობა და მაგის სიცხეში ხელად გემრიელად მოგბება და ეგ არის. ხო და იმ ფერი მწვანილია ნედლათაც შეჭამს კაცი და თუ პატარა გამოცხება კიდე უკეთესი. მაგი თავზე ეს თავზე მოსასვება, ხო. პატარა უხეშათაა დაჭრილი, მაგრამ აფერი არ უჭერს. მაგას ახლა სიცხე ხელად მოკრანჭავს. მართლა? ამას ერთად დავჭრი ყველას. ნახე რამდენია. კაია მე. ხო ძალიან დიდებად არქნა. არა, ძალიან დიდება რა მოვდებ ასე ქვეშა. და რა ოსტატურად იცის წვანილის დაჭრა. არ ვიცი ოსტატურად. არა, ჩემ დღეში არ დამიჭრია. მაგრამ ახლა რაცხა მეხარბება გენი კაი რომა. სოფლის კვერცხი რა კარგად ირჩევა კიდევ. ხო, წყალში გავავლე წეხან მოხარშენი. წყალში, ხო. ბატონო. რამდენი ცალი დაჭირდება ახლა მაგას? აი 10. არა ეს არ არის ხელაჟავნეთი, 8 კვერცხი დაჭრა. 10 უქნათ. აი დღეს რაღაცა ბლობა. გემშია ძალიან და მინდა რომ გემრიელი ტარხუნა ვჭამო. ბულიონი მაგ და შენ გენაცვალე. ბულიონს უხდება, არტალას ბულიონი მოხარშეს გოგო. რა კაია, შენ კიდე გაკეთე. თავზე რაფერი გლიცინები გვაქვს? რაფერი შეიმჩნიე, ნინო? შევიმჩნიე, რომელიც დღეს ყველას მაგას უნდა ვინ ჩემოდის ყველა აკიღებს სურათს. მართლა? არ ჯერათ რომ ნამდვილი ახალს კიდებენი. რაფერი კაბინეტი მაქვს ეზოში მოწყობილი ნახე. გავაახლეთ ეს კაბინეტი. გავაახლეთ ეს კაბინეტი. სამზარეულოც აქაა, ყველაფერიც აქაა. ესე იგი აქ იქნება ჩვენი ძირფასი სამზარეულო. შენ კი არ ხარ თან ახლა, მაგრამ რა ვქნა. იძულებული. ამდენი ხნის მერე ვიფიქრე პროფესიული სამზარეულო გვექნება. პროფესიულში თუ მოგინდება შეიძლება. კაია. აგი ჯობია კაცო. სუფთა ჰაერზე. რა ვქნა, დავფეშვე, რაფერის გამოვაგამო. ჩემი რა. თუ გამევიდეს გლახა ნახე, თუ დარჩეს მაი შუუჭმელი აგერ ნახია. შუუჭმელი არაფერი არ დარჩება, იმდენი ხალხია მაგრამ. აჰა. აგენაცვა. იცი რა, ისეთი მწვანილია რომ მე მოგინდება, რა თქმა ამ დაგვარი გააკეთო. შეხედე რაფერი ქინძი უკვე დაიწყო აყვავება. ხო, წამოვიდა. ნახე პიტნა რაფერია. ეხა უცებ რო დათფა ყველაფერი ერთბაშად გადაირია. ხო, დათფა და ამ წვიმა ამქნა გადარია ყველაფერი. ერთი ცალი გადავყლაპე და გამეკვეხა კისერში იმფერი მშრალია კვერცხი. ვინ ჩამოგიტანა გენ თამარას კვერცხებია? კი ბატონო. ჩემები არ დებენ, რამ გააჩიჩინა ი ჯაჭვეტაკათმები რომ ყავს არ ვიცი. გასამბო. ხო. რატონეტა? კი დებენ, მაგრამ ვერ პოულობთ, ნინო, ბუდეზე კი არ დებენ. ერთ ეგერდებს, ერთ აგერდებს, ერთ საცხამ მოუნდება ინე. აჩენილია ადგილი მისი და ვერ არაფერი აჩენილი არ აქვს, სადაც მოუნდება იქინე აჩენებს. ჯერ ვერ ვაგნებთ. ბატონო, ერთი პილპილი, აგერ მეორე. მასე ჩვენ ერთ დღეში ხო იცი კვერცხები თუ დამალული აქვს და არ ჩანა, შეიძლება გამოჩეკილი წიწილები გამოაჩინოს, სადმე გამოაჩინოს. არა, აქ დამალული, ასე სულელებივით აბდლები არიან. ხო, მეტი არ და მაგის შავი პილპილი უყო. აბდლები არიან და დარბიან იქით-აქით უაზროდ. ლამაზი. ლამაზები არიან მარტო და აბდლები.
ანინო გეყოფა მგონია. კი, აჰა. ქინძით უკნად ხმელი ცოტა. რა თუნდა იმდენია? ნედლი. აგენაღლება უკვე. არა, ბევრია ბიჭო. იყოს ნინო რა უჭირს. ცეთ რაკდა, ზურა აი აია გამოცხო შევჭამოთ კაცო. 4 ჟარონას გამოაცხობდა. არა უშავს. რაკნა ესა ერთი. რა ვქენი ახლა ამ ფერი? და გასკელა. რომ არ უქნია, რა ვიცი ფერი რა ვქენი. მაშინ ცავს უზამდი პაცა ბევრს. დაადეი მაი დააფარე თავზე. თუ არ გამევიდეს კაი ნახე. ეხლავე მაცოდი, ახლა ამოუკეცავ გვერდებში ამას მე. არ გამოგივა თუ რა? არ გამოსაწავა. მაგიდა ვერ გადმოხტება მაგ ჟარონიდან. კიდე კაი რამე ხარვეზი რომ არ მომივიდა აჩმასავით თუ არა ხომ? მამხელდი. აფერს არ გამხელდა. არ ჩამეტეოდა აი გუჩიშანთაში. ამაში ტარხუნის ფოთოლი ჩავარდნიდა რა მე უშავ? რა უჭირს? ტარხუნა არა, თლა. და ტარხუნა ნახე გატენილია. ნათია ჯერ მე მგონი და დავჭრათ ესა, თორე მე დაჭრებს კაი, ეიჭრება, გამოცხობა მაი კვერცხებით. კი, მაგრამ დავჭრი მაშინ ჯერ და ისე შევ. აი ტარხუნის ფოთლები ზევიდან ხელებს მოყვა ეტყობა. კვერცხშიც ბლომათ იყო. ნახე რა ლამაზია. ახლა გამოვაფუშფუშოთ, მაგრამ 15 წუთი ეყოფა მაგას უცებ იქნება. ნახე რა გამოვიდა. ტყილა დარდობდი ნინო. ეხლა რო დავჭრი გული ნახე შე რა გამოუვა ამას. ტყილა დარდობდი, რა ფერ გამოპიცკინებულა. დესურიკო და ეხლავე შენ გენაცვალე. სავიდა გამოფუნტრუშებულა რა გინდა. სასწაულია ზურა. აი გამომცხვარა. აი კვერცხი თავზე რომ მოასხიდ ნახე რა ხნა? შეხედე რა გულია. გამოთუთინებულია. გამოთოთინებული. ნახე რა ფერი გამოსულა. აი ამ ფერი ხორცისაც ხომ შეიძლება ნინო? რა თქმა უნდა. ხორც შეიძლება ცოტა ბრინჯი რო წავკრათ. ხოცხალია. არის? ამ მივიღე შენ და. არა, აი დიდია მე გავჭირ პატარა შუაზე მაცადე. რეიზა. არა დიდია და იმიტომ. ნიშენ პატივისაცემათა მოგიღე დიდი თორე ესე დიდებია. რა კაი პაწამ წუთხია, მაგრამ არა უშავს. წუთხია? მე მგონი ბევრი მარი ლუქენი. დიდო დევიღუპრეთ. რამ დაგუპანეტა. ვინ გაკონტროლებს? ვინ ყვავს უფროს? ყველას მივართუმ ახლა ჩემს სტუმრებს. აგერ კი გამრებს, გამომრებს ყველას ხალები აგერ კრეცდენ კბილებს და მივართუმ. რაშობითო რომ გვეკითხებოდა იქ გოგოები რომ იყო ეგერ მივართუათ. კაია. და ჩემსაც მივართუა. აუცილებლად. აი ქაღალდი რა ფერი ჯადოსნური რამეა ისე. მეცადენ უწვალობ მე აღარ დემავსკენ თორ პატარებად დავჭირდა ადვილად ამოვიდოდა. ასეც ამოდის ნი. არა ძალიან გებრილი ყოფილა. კაია, კაი, სოცხალია. აბატონ. დასრულდა ტარხუნის პეროგის ამბავი იოლად. არ უნდა იმდენი ფოლორციკი და